2023 წლის ოქტომბრის 4-ში კვინტალთა ლეგენდა ბრედ ჰემფილი ცდილობდა მოეხსნა საკვინტაო სიღრმის რეკორდი Phantom Spring-ში, როცა რაღაც საშინლად არასწორად წავიდა. ეს მისი ისტორია. იწყება აკვალანგის ბალონით, საკვინტაო მიღბით და ყველა აღჭურვილობით, რაც გადარჩენისთვის ჭირდება, კვინტავი ტიპტივებს საშიში მღვიმის შესასვლელთან. მის გარშემო სიბნელია. ის მხოლოდ იმას ხედავს, რასაც მისი შულფარანი ანათებს. სინათლე ანათებს მღვიმესთან მდებარე ნიშნულს. მასზე გამოსახულია შემზარავი ცელმომარჯვებული სიკვდილი და გაფრთხილება, სადაც წერია: ამ მღვიმეში არაფერია ისეთი, რის გამოც სიკვდილი ღირს. თუმცა, კვინტავის ცნობის მოყვარეობა მაინც ძლევს მას. და ის აგრძელებს სიღრმეში შესვლას ლაბირინთის მსგავს მღვიმეების სისტემაში. მას უნდა იცოდეს, რა არის მეორე მხარეს. თუნდაც ეს ნიშნავდეს კლაუსტროფობიის გამომწვევ ვიწრო სივრცეებში გაძრომას და რისკს, რომ იქ ჩარჩეს თავისი ცხოვრების ბოლო საათებში. შიგნით არის დამაბნეველი ლაბირინთი, ვიწრო სივრცეებისა, სადაც თითქმის არ არის საკმარისი ადგილი შემოbrunებისთვის. მაგრამ კვინტალმა გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა. მან შეძლო. რას იცის გამაფრთხილებელმა ნიშნმა? ის აღფრთოვანებული მიიწევს წინ, მაგრამ ნაპრალი მოულოდნელად ვიწროვდება და მღვიმის მჭიდრო კედლებს შორის ეჭედება. რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს წინ გაძრომას, ის ვეღარ მიდის ვერსად. უკან დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი. და წინ წასვლაც აღარ ჩანს შესაძლებლად. პანიკა იპარება. და კედლები მის გარშემო იკვრება. უჭერენ მას. თითქოს ოკეანის ღმერთები განრისხდნენ მისი შეჭრის გამო. ნუ თუ ასე მოგდება. თავის დაღწევას ცდილობს. 200 ფუტს სიღრმეზე მიწის ქვეშ, კაცი შვილი არ ჩანს. ის გამწარებით ფართხალებს, მაგრამ ახსენდება, რაც მღვიმეში ყვინთვის ინსტრუქტორმა უთხრა. რაც უფრო მეტად პანიკავ, მით უფრო მეტ ჟანგბადს ხარჯავ. მით უფრო მეტი შანსია რომ მოგდე. ის მშვიდდება და ღრმად ისუნთქავს შეკუმშულ ჰაერს, სპეციალურად აზოტისგან დამზადებულს, ჟანგბად და სხვა კვალურ აირებს. დაძაბულობა და შიში, რომლებსაც მისი სხეული დაეჯიმათ, სხრება. უეცრად, მისი აკვალანგის ბალონი ინაცვლებს და მკვინტავი წინ ისვრის თავს. შვების ამოსუნთქვით, ის ცურავს მღვიმის გამოსასვლელისკენ, რომელიც წინ არის. ის გათავისუფლდა. ამჯერად იქნება თუ არა მას შემდეგ ჯერზე ასეთი იღბლიანი. ეს არის მღვიმეებში კვინთვის გიჟური სამყარო. იქ ქვემოთ არაფერია. მაინც ღრმა მღვიმეების მყვინთავებს აქვთ სურვილი გამოიკვლიონ იქ, სადაც ჯერ არავინ ყოფილა. ისინი სიცოცხლეს რისკავენ მხოლოდ იმისთვის, რომ დააფიქსირონ, სად მიდის ეს სისტემები. ეს იყო მღვიმეების მყვინთავი, ბრედ ბარტლი ჰემფილის მნება. და როგორც გაიგებთ, მის ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანდა. მისი სიცოცხლის განმავლობაში ბრედმა დაამყარა კვინთვის რეკორდები და სოგარ შექმნა ახალი გვერდითი მონტაჟის წყალქვეშა სისტემაც. ამ ყველაფერთან ერთად, მას სურდა ეჩვენებინა მსოფლიოს ჩვენი ფეხქვეშ არსებული სილამაზე და სიცოცხლე, რომელიც დაცვას საჭიროებს. უხურეთ როგორ ვამხელთ ბრეტის ცხოვრების ტრაგიკულ ბოლო წუთებს. ბრეტი დაიბადა 1967 წელს, კოკო-ბიჩში, ფლორიდაში. 12 წლის ასაკამდე ბრეტი 5 ჯერ იყო გადასული საცხოვრებლად, მათ შორის ერთელ იაპონიაში. ახალ გარემოში მოხვედრამ ადრეულ ასაკში ბრეტს მისცა სურვილი გამოეკვლია და აღმოეჩინა მის გარშემო არსებული ბუნებრივი სამყარო. მისმა დაუსრულებელმა ცნობის მოყვარეობამ ის ისეთ ადგილებში მიიყვანა, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ყოფილა. ბავშვობაში ის ყველა მთაზე ადიოდა, სადაც კი შეეძლო. ყოველი მდინარის სათავეს პოულობდა და არასოდეს ხვდა მის გარშემო სამყაროს კვლევას. უბრალოდ არასოდეს ყოფლიდა არაფერი, რომ დაეკმაყოფილებინა მისი მძაფრი ცნობის მოყვარეობა. რა თქმა უნდა, თავის ადრეულ წლებში ის ფეხით იკვლევდა გარემოს, მაგრამ როდესაც 14 წლის იყო, მღვიმის სისტემაში მოგზაურობა გააცნო ჩვენს ფეხქვეშ არსებული სამყარო. ეს იყო ახალგაზრდული ექსკურსია მშრალ მღვიმეში. The Brady მაშინვე მოეხიბლა მის წინ არსებულ რთული მღვიმეების სისტემით. ამ მოგზაურობის დროს რაღაც მოხდა, რამაც ბრეტის ცხოვრების გზა სამუდამოდ შეცვალა. სანამ ექსკურსიის სხვა წევრები იძინებდნენ, ბრეტი და ორი ხელმძღვანელი უფრო ღრმად შევიდნენ მღვიმის სისტემაში. მათ აღმოაჩინეს მონაკვეთი, რომელიც აქამდე არასდროს იყო ნაპოვნი. როგორც წარმოიდგენთ, ეს აღმოჩენა ბრეტ სტარჩა გონებაში. საოცარი გრძნობა იყო ბრეტისთვის, როგორც თათის თავსგადასავლების მაძიებლისთვის, რომ პირველი იყო, ვინც ახალ გარემოში ფეხი დადგა. Dive Softies ინტერვიუში, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, ბრეტმა განაცხადა: მე ყოველთვის მიყვარდა აღმოჩენები. მე არასოდეს ვყოფი ვარ ბავშვი, რომელსაც ტელევიზორის ყურება აკმაყოფილებდა. თუ ველოსიპედით ვსეირნობდი, მე ნაკადულს გადავხდებოდი. იცი, რაიმე. ფლორიდაში დაბრუნებამდე, ბრეტი რამდენიმე წელი მიჩიგანში ცხოვრობდა, სადაც მან ჰაუელის საშუალო სკოლა დაასრულა 1986 წელს. ბრეტი გატაცებული იყო ახალი წყალქვეშა ლაბირინთების აღმოჩენით.
მან იცოდა, რომ ამის საუკეთესო გზა იყო აკვალანგით ყვინთვის სერტიფიკატის მიღება. რადგან ეს გაუხსნიდა წვდომას გამოუკლებელ მღვიმეებში მოგზაურობაზე. ეს იყო მისი მოგზაურობის დასაწყისი. ექსპერტ მღვიმეებში მკვინთავად გახდომის გზაზე. მან ზოგარ შექმნა ახალი გვერდითი სამაგრის სისტემა. ბრეტმა გააცნობიერა, რომ პატარა მღვიმეები ხშირად უფრო დიდ ქვაბულებში გადის, სადაც უამრავი უცნობი აღმოჩენა. ერთადერთი პრობლემა იყო მოუხერხებელი ზურგისა და გვერდითი სამაგრები, სკუბა ბალონებისთვის. ამიტომ მან შექმნა არმადილო, უნიკალური გვერდითი სამაგრის სისტემა, რომელიც მღვინთავებს საშუალებას მიცემდა ვიწრო ადგილებში გაეძრომათ გაჭედვის ნაკლები შიშით. საკუთარი გამოგონების შესახებ საუბრისას ბრეტმა თქვა: როდესაც ვიტრო გასასვლელებიდან უკან გამოდიოდი, სადაც შემოbrunება შეუძლებელი იყო. ჩემი ცილინდრების უკანა ნაწილი ზევით იწეოდა, ჭერს ეჯახებოდა და მაჭედებდა. იმის ნაცვლად, რომ მიმეტოვებინა ესეთი ტიპის მღვიმეებში კლევის შესაძლებლობა, გადავწყვიტე ჩემი გვერდითა სამაგრი აღჭურვილულობის დიზაინის შემეცვალა. დავამოკლე უკანა დამაკავშირებელი წერტილი და შევქმენი მიმაგრების წერტილი წელზე დაბლა. არავინ იცის, რამდენი მღვიმეების მყვინთავის სიცოცხლე გადაარჩინა ბრეტმა თავისი მოდიფიცირებული გვერდითა სამაგრის სისტემით. მღვიმეებში ყვინთვა არ არის ის საქმე, რაშიც უბრალოდ შეიძლება ჩაერთო. არსებობს გრძელი სია ადამიანების, რომლებიც წყიც წყალქვეშა მღვიმეების საშიშ სიღრმეებში დაიღუპნენ. და ამაში შედიან გამოცდილი ექსპერტებიც, როგორიც ბრეტია, ისევე როგორც მოყვარული მყვინთავები, რომლებიც ეძებდნენ ადრენალინს, რისთვისაც მზად არ იყვნენ. International Journal of Aquatic Research and Education-ის მიხედვით, საშუალოდ 10 მკვინთავი იღუპება ყოველწლიურად წყალქვეშა მღვიმეების სიღრმეების შესწავლისას. ამავე კვლევის მიხედვით, 1979 წლიდან 2007 წლამდე 368 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო ჰაერის ამოწურვა. ეს ნიშნავს, რომ ამ მკვინთავებიდან ბევრმა აუცილებელი წესი არ დაიცვა. ეს არის მესამედების წესი. მღვიმეებში მკვინთავებმა თავიანთი ღრმა ჩაყვინთვის ყველა ნაწილი უნდა დაგეგმონ. მათ შორის რამდენი ჟანგბადი, აზოტი და სხვა აირები, რომლებიც მათ ჭირდება თავიანთ თავზებში. წესი ამბობს, რომ თქვენი ჰაერის მარაგის 1/3 განკუთვნილია შიგნით მოგზაურობისთვის, 1/3 დაბრუნების გზისთვისაა და 1/3 რჩება გადაუდებელი შემთხვევებისთვის. შემდეგ ყველაზე გავრცელებული შეცდომა იყო უწყვეტი საორიენტაციო ხაზის არ გაყვანა, რომ ყოველთვის შეძლო უკან დაბრუნების გზა პოვნა. მარტივი საორიენტაციო ხაზი არის განსხვავება უსაფრთხო სახლში, ოჯახთან დაბრუნებასა და ბნელ წყალქვეშა მღვიმეში დაკარგვას შორის. ამ ექსტრემალური სპორტის საფრთხეები ვერასდროს იქნება საკმარისად ხაზგასმული. და მყვინთალებს მხოლოდ უსასრულო მღვიმის სისტემაში გაჭედვის შიში არ უნდა აწუხებდეთ. როდესაც მყვინთავი ჩადის სიღრმეში, წნევა იზრდება ყოველ ფუძზე, რომელსაც ისინი ქვემოთ ჩადიან. წნევის ეს ზრდა იწვევს იმას, რომ ჰაერში არსებული აზოტი, რომელსაც ისინი სუნთქავენ, შედის მათ სისხლში. როგორც კი ისინი ასვლას დაიწყებენ და წნევა კლებას დაიწყებს, აზოტი ბრუნდება თავის აირისებურ მდგომარეობაში და იწყებს ბუსტუკების წარმოქმნას სისხლში. ეს ზუსტად ისეთივე ცუდია, როგორც ჯრებს, და ეს შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მსუბუქი სახსრების ტკივილიდან მძიმე ნეიროლოგიურ პრიურ პრობლემებამდე და უარეს შემთხვევაში სიკვდილამდეც. ეს დეკომპრესიულ გაჩერებებს სასიცოცხლოდ აუცილებელს ხდის. შემდეგ არსებობს აზოტის ნარკოზის საფრთხე. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა 100 ფუტზე მეტ სიღრმეზე ჩადიხარ. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მიიჩნევა, რომ აზოტი გავლენას ახდენს ტვინის ნეიროტრანსმიტერებზე. აზოტის ნარკოზი ყველა სხვადასხვანაირად მოქმედებს, მაგრამ ზოგიერთი სიმპტომი მოიცავს ეიფორიას, გონივრული განსჯის დაქვეითებას, ჰალუცინაციებს და ცნობიერების დაკარგვას. ეს არ მოკლავს. მაგრამ ეს მთრალის მსგავსი მდგომარეობა შეიძლება მიგიყვანოს იქამდე, რომ რებრიზერი მოიხსნა ისე, რომ ვერც კი გააცნობიერო რასაკეთებ. რადგან მყვინთავები, როგორც ბრეტ ჰემფული, ხშირად ჩადიან 100 ფუტზე მეტ სიღრმეზე, ისინი იყენებენ სპეციალურ აირების ნაზავს, როგორიცაა ტრიმიქსი ან ჰელიოქსი, რომლებსაც აზოტის დაბალი შემცველობა აქვთ. შემდეგ, როგორც კი მყვინთავი იწყებს კიდევ უფრო ღრმად ჩასვლას, მაღალი წნევის ნერვული სინდრომის განვითარების შანსები იწყებს ზრდას. ადამიანის სხეული მხოლოდ გარკვეულ წნევას უძლებს. ამიტომ, როგორც კი 330 ფუტის სიღრმეს გადააჭარბებ, შეგიძლია დაიწყო HPNS-ის დამანგრეველი ეფექტების განცდა. ეს მოიცავს კუნთების შეკუმშვასა და კანკალს, გულისრევასა და ღებინებას და გონებრივი მდგომარეობის ცვლილებებს, მაგალითად, ჰალუცინაციებსა და დაბინდულ მხედველობას. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ გეგმავთ მღვიმეში ყვინთვის მოგზაურობას, ამ ყველა დაბრკოლების გათვალისწინებით. რომ თავიდან აიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი, ექსპერტი ტექნიკური მღვინთავები, როგორიც ბრეტ ჰემფილია, თავიანთი ყვინთვის ყოველი დეტალს დეტალურად გეგმავენ. ჩვენი აკვალანგის ბალონში აირების ნაზავი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. პროცენტის მცირე გადაცდომაც კი შეიძლება საბედისწერო შეცდომად იქცეს, რაც ჰალუცინაციებს გამოიწვევს მაშინ, როცა წყალქვეშა მღვიმის ვიწრო ნაპრალებში ძრომით გადიხართ. თქვენი აღჭურვილობა იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს და თქვენ უნდა გქონდეთ მღვიმის ყვინთვის სერტიფიკატი თუ გსურთ ზედაპირზე დაბრუნება ისე, რომ ცხედრის გამოყვანის ჯგუფის დახმარება არ დაგჭირდეთ.
და ზუსტად ესე იქცეოდა ბრედ ჰემფილი ყოველ ჯერზე როცა ღვინთავდა. ის არ იყო მხოლოდ გამოცდილი მღვინთავი, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდა, არამედ მან დააარსა კარსტული წყალქვეშა კვლევის ჯგუფი და გარდაცვალების მომენტში მისი პრეზიდენტიც იყო. მათი მიზანი იყო კარსტული წყალშემცველი ფენების და მათი წყლების ხარისხის დაცვა და შენარჩუნება, საჭირო სამეცნიერო კვლევებისა და წყალქვეშა მღვიმეებისა და არხების დოკუმენტირების გზით. და ეს ეთოსი იყო ბრეტის ვნებისა და მოტივაციის ნაწილი, რის გამოც ის სიცოცხლეს რისკავდა. ის ფიქრობდა, რომ თუ ხალხი გაიგებდა, საიდან მოდის მათი წყალი, მათ უფრო მეტად მოუნდებოდათ მისი დაცვა. ბრეტმა თქვა, მგონია, რომ პასუხისმგებლობის გზნობა მაქვს, რომ სხვებმა ეს ნახონ, რომ მათაც მერე თქვან, იცი, შეიძლება ეს არასდროს გავაკეთო, მაგრამ ეს საოცარია და ეს უნდა იყოს დაცული. ცხადია, ეს ბრეტისთვის მხოლოდ ადრენალინის ძიება არ იყო. ამ მიწისქვეშა წყლის სისტემებში გავლა ისეთია, თითქოს დედამიწის ვენებში ცურა. ეს ისეთია, თითქოს პლანეტის სიცოცხლის ხაზს უკავშირდები. ბრეტის მუშაობამ არამხოლოდ სხვებს შთააგონა მოეთხოვათ იმ მღვიმეების დაცვა და შენარჩუნება, რომლებიც მან რუკაზე დაიტანა და დააფიქსირა, არამედ მან და მისმა გუნდმა ამ პროცესში რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს, მათ შორის მის ბოლო ღვინთვაზეც. 2008 წელს ბრეტმა და მისმა კარსტის წყალქვეშა კვლევის გუნდმა აშშ-ს ღრმა წყალქვეშა მღვიმის რეკორდი დაამყარეს. რეკორდი, როდესაც 407 ფუტს სიღრმეზე ჩავიდნენ. ეს მოხდა მღვიმეთა სისტემაში, რომელიც ცნობილია როგორც WikiWatch-ის წყაროები ფლორიდაში. ამ ექსპედიციამ WikiWatch-ის წყაროები ამერიკაში ყველაზე ღრმა, ბუნებრივად წარმოქმნილ წყალქვეშა წყაროდ დაადგინა. 5 წელი არ იყო გასული, რომ ბრეტმა და KUR-ის გუნდმა თავიანთი წინა რეკორდი 407 ფუტი გადააჯარბეს. ამჯერად ეს ფანტომის წყაროებში მოხდა. ტეხასში მდებარე დაუჯერებელი მღვიმეების სისტემა, რომელმაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეიწირა. ისინი საოცარ სიღრმეს 465 ფუტს მიაღწიეს. მღვიმის შიგნით 8000 ფუტით იყვნენ შესულები. მათ შეეძლოთ კიდევ უფრო შორს წასულიყვნენ, მაგრამ მაგნუსის სკუტერი, რომელსაც მისი მღვინთავი პარტნიორი ენდრიუ პიტკინი იყენებდა, ჩაიგეცა. ამან ისინი აიზულა უკან დაბრუნებულიყვნენ. ამან გამოიწვია ის, რომ დიდი ოთახი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მაგნუსის დარბაზად დაასახელეს. 2014-ის ოქტომბერში კარსტის გუნდმა ასევე დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კავშირი WikiWatch-ის წყაროებსა და Twin-ის მღვიმეს შორის. KUR-ს director, the ბრეტის ახლო მეგობარი Andrew Pitkin თქვა, რომ მას ჰქონდა ფლორიდის მღვიმეების ენციკლოპედიური წოდნა, რომელიც სხვაგან არსად იყო ხელმისაწვდომი. ეს ჩაწერილი არ იყო. ყველაფერი მის თავში იყო. სამწუხაროდ, ამ წოდნის დიდი ნაწილი მასთან ერთად დაიკარგა Phantom Springs-ის წყლებში. ბრეტის ბოლო ღვინთვა დაიწყო როგორც ნებისმიერი სხვა. ფრთხილი დაგეგმვით. ავჭურვილობის ორმაგი და სამმაგი გადამოწმებით და იმის უზრუნველყოფით, რომ გუნდს პროცედურის ყველა ნაწილი ზუსტად სცოდნოდა. როგორც პროფესიონალთა ჯგუფი, წყალში ჩაყვინთვის პროცესი ვერ გაგრძელდებოდა, თუ ყველაფერი იდეალურ წესრიგში არ იქნებოდა. ბრეტმა და მისმა მღვინთავმა პარტნიორმა, ენდი პიტკინმა, გზას შეუდგნენ 2023 წლის 4 ოქტომბერს 10 საათი 45 წუთზე. მათ დაიწყეს ჩასვლა Phantom Springs-ის სისტემის ბროლივით სუფთა წყლებში. როგორც კი ამ მღვიმეების სისტემებს ნახავთ, შეგიძლიათ დაიწყოთ იმის გაგება, რატომ რისკავენ მღვიმეების მღვინთავების სიცოცხლეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი აღმოაჩინო. Phantom Springs-ის სისტემა იწყება გრძელი თვალწამტაცი დერეფნით, რომლის გარშემოც ულამაზესი თეთრი ქვაა. კაშკაშა ლურჯი წყალი ანათებს მღვიმის კედლებს, როგორც ვარსკვლავები ნათელ ვამის ცაზე. ეს წყალი მიედინება შენაკადებსა და მდინარეებს შიებში, რომლებიც სიცოცხლის მომცემ სუფთა წყალს აწვდიან ყველა სახის ცოცხალ არსებებს, მათ შორის ადამიანებსაც. ბრეტი და ენდი გამოქვაბულების სისტემაში მიიკვლევდნენ გზას, მათ საორიენტაციო თოქს ავლებდნენ, რომ არ დაკარგულიყვნენ. მათ ხინულივით ცივ წყლებში ცურავდნენ. წყვილი აფიქსირებდა მღვიმის თითოეულ სანტიმეტრს, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ შესწავლილი. ბრეტმა და ენდი მიაღწიეს 570 ფუტს. აშშ-ში მღვიმურ ღვინთვაში სიღრმის ახალი რეკორდი დაამყარეს. ბოლო ღვინთვის კადრებში ბრეტს ფერად როგორ აბამს საორიენტაციო თოქს მღვიმის განშტოებაზე. წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მღვიმის სხვადასხვა ნაწილების შესწავლა განაგრძო. მღვიმის მღვინთავებს აფრთხილებენ, რომ მარტო არ ჩაყვინთო, მაგრამ ამ ორ პროფესიონალს ერთმანეთის შესაძლებლობებში სრული ნდობა ჰქონდათ. მაგრამ მალე დრო მოვიდა ნელ-ნელა ამოსვლისთვის. როგორც ყოველთვის დაგეგმილი იყო რეგულარული დეკომპრესიის გაჩერებები. ენდი ელოდა, რომ ბრეტის შუქი ნებისმიერ წუთში წყალში გამოჩნდებოდა, როცა უკან ბრუნდებოდა. მაგრამ როგორც დრო გადიოდა და ბრეტის არანაირი ნიშანი არ ჩანდა, ენდი უფრო და უფრო ხელავდა. მან ბრეტის თოქს შეხედა და ელოდა, რომ ის დაჭიმული და მოძრავი იქნებოდა. მაგრამ ის უბრალოდ მოდუნებული იყო და მაინც ის ქვემოთ იყურებოდა და არაფერს ხედავდა, გარდა სიბნელისა. არ იყო არც შუქი და არც ბუშტები. გაცნობიერა რა შეიძლებოდა ნიშნავდეს ეს და წამიერად პანიკა დაეუფლა. მაგრამ შეძლო თავის დარწმუნება, რომ ბრეტი უბრალოდ უფრო უკან იყო, ვიდრე ეგონა. როცა შემდეგ დეკომპრესიის გაჩერებამდე მივიდა და დეკომპრესიის დასრულებას დაელოდა,
თვალები ქვემოთ მიაბრო. უბრალოდ იმედოვნებდა, რომ სიცოცხლის რომელიმე ნიშანს დაინახავდა. მან ბრეტი რამდენადაც შეეძლო, იმდენად ეძება. მაგრამ სასუნთქი გაზის მარაგის შემცირებამ აიძულა ზედაპირზე დაბრუნებულიყო და ეიმედა, რომ ბრეტიც გადარჩა. როცა ზედაპირზე დაბრუნდა და მიხვდა, რომ მისი კარგი მეგობარი და მკვინთავი პარტნიორი ჯერ კიდევ არსად ჩანდა, მან იცოდა, რომ რაღაცა საშინლად არასწორად წავიდა და მოგვიანებით თქვა: მე ნელა დავიწყე, ველოდი რომ ის ერთ მომენტში დამეწეოდა. მაგრამ ის არასდროს დამეწია. საძიებო ჯგუფები გააქტიურდნენ ბრეტის მოსაძებნად, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა. რამდენიმე გამოცდილი მღვინთავი შეუერთდა ბრეტის ამოსაყვანად დაწყებულ მასშტაბურ სამძებრო ოპერაციას. იმ სირმის რეკორდის გამო, რომელიც ბრეტმა და ენდიმ დაამყარეს, ამოსაყვანი ოპერაცია კიდევ უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. მრავალ მღვინთავს უწევდა უფრო ღრმად ჩასვლა, ვიდრე ოდესმე ჩასულან, რათა თავიანთი ერთ-ერთი წევრი უკან დაებრუნებინათ. სრული 4 დღე დასჭირდა საშიშ გამოქვაბულებში ღვინთვის, სანამ ის აღმოაჩინეს. მისი უსიცოცხლო სხეული გამოქვაბულების სისტემაში კიდევ უფრო შორს იპოვეს, ვიდრე მოელოდნენ. მისი სურვილი გამოეკვლია უფრო შორს აიყვანა, ვიდრე უნდა წასულიყო. ადგილი, რომელიც ოდესღაც სილამაზისა და სიცოცხლის სიმბოლო იყო, ყველასთვის, ვინც ბრეტს იცნობდა და უყვარდა, ტანჯვის სამარხად იქცა. მაგრამ რა დაემართა ამ გამოცდილ მკვინცავ ბრეტს? მისი გარდაცვალების დრო ტეხასის ქალაქ ლაბოკის სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო გეგმავდა აუტოპსიის ჩატარებას, რათა დაედგინა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ამჟამად აუტოპსიის შედეგები და ინფორმაცია საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. რაც ვიცით, სხვა მრავალი გამოცდილი მკვინთავის ტრაგიკული გარდაცვალებიდან არის ის, რომ ძალიან დიდი ალბათობით 3-დან 1-1 რამ მოხდა. ბრეტს შეიძლება აღჭურვილობის გაუმართავობა შეემთხვა, ან სუნთქვის გაზების არასწორმა ნაზავმა მის სისხლში ზედმეტი აზოტი გამოიწვია. თუმცა იმის გამო, რომ ბრეტი მღვიმეში ბევრად უფრო ღრმად იპოვეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ის გამოკვლევისას საორიენტაციო თოქს მოშორდა და ვეღარ შეძლო უკან დაბრუნების გზა ეპოვა. 2021 წელს ბრეტს უთქვამს: არ ფიქრობ ჩემ შვილებზე და ცოლზე, როცა 20,000 ფუტზე ვარ, უკან მღვიმეში. ეს ის საკითხები არ არის, რაზეც გინდა იფიქრო. ბრეტის ბოლო წუთებში, ალბათ ყველაფერი, რაზეც ბრეტს შეეძლო ეფიქრა, ის ადამიანები იყვნენ, ვინც უყვარდა და აფასებდა. ბრეტი მისი ოჯახის მეგობრების მიერ იყო დაფასებული და მთელი მღვინთელთა საზოგადოება, რომელიც მადლიერია იმ სამუშაოსთვის, რაც მან გააკეთა, მათი საერთო გატაცების უსაფრთხოებისთვის და იმ მრავალრიცხოვანი წვლილისთვის, რაც საზოგადოებაში შეიტანა. ბედის სასტიკი ირონიით, მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, როცა ბრეტმა იმ საბედისწერო დღეს წლიდან ამოვიდა, ის იყო აშშ-ს წყალქვეშა ღვინთვის ახალი რეკორდსმენი. მან წინა რეკორდი 100-ზე მეტი ფუტით გააუმჯობესა. ბრეტ ჰემფილ გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. ალბათ ძალიან ცოტა სხვა ადგილი იქნებოდა, სადაც მას თავისი გარდაცვალების დროს ოფნა მოუნდებოდა, მაგრამ ეს მისი გარდაცვალების ტრაგიკულობას არ ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ მღვიმეში ღვინთვისას საფრთხეები არსებობს, როდესაც ყველაფერი დაგეგმილი გაქვს, როგორც ბრეტსა და მის გუნდს ჰქონდათ, რისკი იმისა, რომ რამე არასწორად წავიდეს, საკმაოდ მცირეა. მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ მისი ოჯახი და მკვინთავთა საზოგადოება საფუძვლიანად შეძრა. გარდა იმისა, რომ მას სურდა მსოფლიო გაეცნო ამ მშვენიერის შესახებ, სიცოცხლისთვის აუცილებელი მღვიმეების სისტემები, ბრეტი ყველასთვის მეგობარი და გამგთობი იყო ცნობილი. მას სიამოვნებდა მუსიკისადმი თავისი სიყვარულის გაზიარება მის გარშემო მყოფებთან და ის ხშირად უკრავდა ქავერ ბენდებში ადგილობრივ შოუებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე. ის მხოლოდ თავისი კვლევითი ძალისხმევისთვის არ უყვარდათ. ყველა იცნობდა მას მისი ნამდვილი თანაგრძნობისა და ადამიანობისთვის. თუ ის მიწის ქვეშ მღვიმეებში არ იკვლევდა, ის შეიძლება გეპოვათ მიწის ზედაპირზე მაღლა ტამპა ბეის რაიონში. ის თავის ყოველდღიურ სამუშაოდ შენობების ფანჯრებს წმენდა. ბრეტ ბარტლი ჰემფილი ყოველთვის დარჩება მეხსიერებაში, როგორც თანაგრძნობის მქონე ადამიანი, ემპათიით და სურვილით დაეხმაროს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში. მან დატოვა უზარმაზარი გავლენა დაივინგის საზოგადოებაზე, ისევე როგორც მკვლევრებზე, მეცნიერებზე და დოკუმენტური ფილმების შემქმნელებზე, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ. გერეტ ჰემფილ ბრეტის ერთ-ერთმა ვაჟმა თქვა: მისი ისტორია არ არის იმაზე, თუ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი. მის სახელზე არსებული დამსახურება უნდა აჩვენებდეს, რამდენად ბევრია. არ მინდა ხალხმა ეს გამოიყენოს როგორც მიზეზი, რომ შეთყვიტო. ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ გააგრძელონ. დიდი მადლობა ყურებისთვის. მითხარით თქვენი აზრი კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.